მოგესალმებით, ძალიან მალე დადგება ყველა ქართველისთვის საყვარელი დღესასწაული, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყოველთვის გამორჩეულია ყველა ქრისტიანისთვის, ყველა ქართველისთვის შეიძლება ესე ითქვას, ოჯახები ერთმანეთს ხვდებიან, ულცავენ ერთმანეთს, აღნიშნავენ ბრწყინვალე დღესასწაულს. თუმცა ჩვენთვის ეზოთერიულ სამყაროშიც არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ბევრი Სიკეთე მოვიზიდოთ და ამ შემთხვევაში შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში არსებობს ეს დღესასწაული, დიდი ხუთშაბათი, არაერთ ადამიანს გაუგია, რომ ამ დღეს ავიღო პაუზა და მოვჭრით თუ არა? თუ თავი დავიწყებ. ჩემი კისრის ამბავში. მოგესალმებით, დღეს არის სამშაბათი, ძალიან მალე დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ყველა ქართველისთვის საყვარელი, მართლმადებლისთვის საყვარელი დღესასწაული და ჩვენ უკვე აი ამ ენერგიებში ვართ მოცული და მე მინდა რომ გარკვეული რეკომენდაციები მოგცეთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პერიოდი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სასიკეთოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო დღესასწაული არის დიდი ხუთშაბათი, სადაც სხვადასხვა საინტერესო მოქმედებები სრულდება. პირველ რიგში ეს არის ჩვენი საცხოვრებელი ადგილის ენერგეტიკული გაწმენდა და გასუფთავება. ამ დღეს ხდება სპეციალურად მარილის დაწვა სახლში იმისთვის რომ ყველანაირი სიმძიმე, ნეგატიური ენერგია, მაგიური ზემოქმედება ერთი წლის მანძილზე დაგროვილი რაც იყო სახლში, ყველაფერი გაუქმდეს და განადგურდეს. ასევე ძალიან კარგი არის განბანა წყლით, სპეციალური მეთოდით, აქვე გამოიყენება დიდი ხუთშაბათის მარილი, იმისთვის რომ მთელი წლის მანძილზე დაგროვილი ნეგატიური ენერგიები ჩვენი სხეულისგანაც გავიდეს და ის ჯადო, თვალი, წყევლა, შეჩვენება რაც კი ხელს გვიშლის, ყველაფერი იყოს განშორებული ჩვენგან. მოდ ეტაპობრივად მივყვეთ ამ ყველაფერს და ვისაუბროთ, როგორ უნდა გააკეთოთ თქვენ ეს მოქმედებები. აუცილებლად დიდ ხუთშაბათს უნდა იყოს შეძენილი მარილი, გამთენიას მზის სხივებზე ესე შეიძლება ითქვას, 12 საათამდე, იმიტომ რომ აი დასვენების პერიოდია და გამოძინებაც უნდა მოვასწროთ. შესაბამისად, აი ამ მარილს ვყრით ჩვეულებრივად ტაფაზე ხალავთ ეს შემთხვევაში ცეცხლზე იმისთვის რომ გამოიწვას, აუშვას თავისი ეს ორთქლი ჰაერში დატრიალდეს ჩვენს სივრცელში, გაჯერდეს მისი სიზუფთავის ენერგია, ხოლო აი უკვე ამ მარილს ვიყენებთ ჩვენ განსაბანად. შეგვიძლია სხეულზე შევიზილოთ, შეგვიძლია წყალში ჩავყაროთ რამოდენიმე ციკვი და ამითი მოხდეს ჩვენი განბანა. აი ამ დროს, როცა იკითხება სპეციალური ლოცვები, შეიძლება ეს იყოს ფსალმუნები, მაგალითად 50-ე, 90-ე, 23 ნებისმიერი ფსალმუნი, რომელიც თქვენთან ახლოსაა, თქვენთვის საყვარელია, გაწმენდასთან, გასუფთავებასთან არის ასოცირებული, შეგიძლიათ წაიკითხოთ და განიწმინდოთ აი ამ ნეგატიური ენერგიებისგან. შემდეგ აი ამ მარილს მთელი წლის მანძილზე ვინახავთ და დიდი ხუთშაბათის მარილი, იცით რომ მთელი წლის მანძილზე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თვალის ნეგატიური ენერგიების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, რომელიც საჭმელში დამატებით თუ მისი განბანით უკვე თქვენ განთავისუფლდებით იმ სიმძიმისგან, ნეგატივისგან, რომელიც ხელს გიშლით. აუცილებელი არის სახლის გასუფთავება, ეს არის შემოსასვლელი ადგილი, ზღურბლი, კარები, ნაკურთხი წყლით მოხდება ამ ყველაფრის გასუფთავება თუ ამ შემთხვევაში სწორედ ასეთივე მარილ წყლით, რომელიც ყველაფრის გასაწმენდად გამოგადგებათ, აუცილებელია რომ სახლი სრულად დასუფთავდეს, დაალაგდეს და ყველაფერი ნეგატიური, ცუდი, გატეხილი, დაზიანებული სახლიდან გავიდეს. აი ესეთი მარტივი მოქმედებები თქვენ შეგიძლიათ თქვენ საცხოვრებელში შემოიტანოთ სიკეთის ენერგია და დაემშვიდობოთ ნეგატიურ ენერგიებს. კიდევ ერთი და ძლიერი მოქმედება არსებობს ფინანსური კეთილდღეობისთვის, ვისაც სჭირდება რომ ვალების, ვალდებულებების გარეშე შეხვდეს
ახალ წელს, აღდგომის შემდეგ პერიოდს, ასევე ხდება სწორედ ესეთი პატარა ქისაში ამ მარილის მომზადება, მარილის ჩაყრა და შემდეგ ჩვენ საფულეში ან ჩანთებში ამ ყველაფრის განთავსება იმის გამო რომ მთელი წლის მანძილზე თვალი ნეგატიური ენერგია რომელიც თქვენი ბარაქის მიმართ არის ეს თქვათ მომართული, გაწმენდილი იყოს და არ იყოს ეს ყველაფერი დაზიანებაში. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობების გასუფთავება ამ დღეს, ხდება ურიცალის ანთლის აღება და ჩაფიქრება იმისა, რომ გასუფთავდეს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობაში დაგროვილი ნეგატიური ენერგიები, ემოციები, რომელიც ხელი შემშლელი იყოს, წავიდეს და დატოვოს თქვენი ურთიერთობა. მოკლედ პერიოდი არის განსაკუთრებული, ძლიერი, ენერგიით და მადლით სავსე. ყველა თქვენს მოქმედებას, ჩაფიქრებულ სურვილს, გაშვებულს ზეციურ მხედრობაში აქვს ძალიან დიდი ძალა. ამიტომაც ინტუიციურად, რასაც აი ამ დღეს მინიშნებას მიიღებთ, შინაგანი ბუნება, რასაც გიკარნახებთ, სურვილი გაგიჩნდებათ კონკრეტული ლოცვის, კითხვის თუ საკმეულის ანთების თუ მოქმედებების, არ დაიზაროთ, გააკეთეთ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს თქვენს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მე არ მოგაწყენთ და შემდეგ სამშაბათ ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს.